გამიშვით მეთქი. ნუ მეხები. ვინ ხართ? სად მომიყვანეთ? გადი. არ მინდა წამოსვლა, ნუ მეხები. არ დავწყნარდები, თუ რამე დამემართება, დიდი პრობლემები შეგექმნებათ. გამიშვი. ნუ მეხები. Aziz Toprak. Რამდენს ბედავ, ქენან? ასე როგორ მეკცევი? ამას როგორ აყევი? აზალ დამშვიდი, ყველაფერს მოგიყვები. არაფერია მოსაყოლი. ისედაც გასაგებია ყველაფერი. ახლა უკან წამიყვანეთ, ორივე პასუხს აგებთ. აზალ დამშვიდნი მეთქი. ნუ მეხები, გამიშვი. ჯერ ველაპარაკოთ, მისმინე. და მე რაც გინდა ის გააკეთე, რაც გინდა. თუ გინდა პოლიციაში წადი, თუ გინდა იჩივლე, თუ გინდა ციხეში ჩაგვსე. ჯერ მოგვისმინე. კარგი, მითხარი, რის თქმა გინდა, რა გინდათ? აქ რატომ მომიყვანეთ? ლორალმა გაიგო შენსა და ჟალეს შესახებ. იცის რომ ორივე ნასის ეძებთ. შენი სიცოცხლე საფრთხეშია, შვილო. ეს ადრეც გითხარი. ლორალი საშიში კაცია. რამოდენიმე ხანი მისგან შორს უნდა იყო. აზალს არ ეტყვი რომ მამამისი ხარ. მის სახეს აღარ დაინახავ, სიცოცხლის ბოლომდე დაივიწყებ რომ შენი შვილია. სანაცვლოდ გიგიტყვი, ნასი სად არის? ანუ ჯის გამოშვილზე უარი თქვა რა? რატომ ხარ დარწმუნებული რომ შვილს არ წავიყვან? ტვინი საერთოდ არ გაქვს? ტვინი მაქვს თუ არა არ ვიცი, მაგრამ იცი რა გამაჩნია? სიმამაცე. ზგავს რამეს თუ გააკეთებ, ჯერ ჰაზარს ვესვრი, მერე თავს მოვიკლავ. ჩემი სიკვდილი გულს არ გათქენს, მაგრამ საკუთარი შვილის სიკვდილის მიზეზი რომ გახდები, ის ცოცხლად დაგმარხავს. ბატონო ლორალ, ჟალესთან დაკავშირებას ვცდილობთ. ჟალე დაივიწყე გენჯარ, აზალი არსად არ არის. რესტორანში ვიყავი, მისი ჩანთავი პოვე. მითხრა იქ ვიქნებიო, მაგრამ არ იყო. ჩემი აზრით აზიზმა მოიტაცა. ახლა აზიზთან მივდივარ. მარტო არ წახვიდეთ ბატონო ლორალ. ჩემთვის სულ ერთია. მან თუ მოიტაცა, მაშინ მეთევზეც იქნება ამაში ჩარეული. აზიზ რა შეჭირდება ეს? იმისთვის რომ ის მამამისია. თავისი დახო ვერ დაიცვა. და ახლა მისი ჭკუით თავის შვილის დაცვას ცდილობს. თუ ეს მოხდა, ესე იგი ომი დაიწყო. აზიზ ტოპრაკს და ყველას ვინც სიაშია გავანადგურებთ გენჯარ. ალირთან წადი და კითხე რამე ხომ არ იცის. მერე დაგირეკავ. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ის სასახლეში დარჩა ებრო. უკვე ვფიქრობდი, რომ მთელი ოჯახით გადავიდოდით იქ. იმდენს ვცდილობდით. მისმინე რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შეურიგდი ებრო. ეს შეუძლებელია, მამა, დაივიწყე. რატომ? მომისმინე, რატომ იკამათეთ, რა მოხდა? დაივიწყე. ებრო, რა მოხდა? ებრო. სიმართლე ვუთხარი. შენი შვილი რომ არ არის. ახლა ხუმრობის დროა? მითხარი რა მოხდა, რატომ იკამათეთ? სერიოზულად ვამბობ. გაგიჟდი, ასე როგორ მოიქეცი? ჭკუიდან შეიშალე? ერთადერთი იმედი გაანადგურე. ოქროს საიდუმლო იყო. იცი ეს? იცი მაინც? თვითონ მაიძულა. ტკივილს მაყენებდა და იძულებული ვიყავი მეთქვა. ყოველთვის მკბეს, მამა. ახლა ცდილობს მე დამაბრალოს. რა უნდა დაგაბრალოს, რა? რაც არ უნდა იყოს, მერე მოგიყვები, დაივიწყე. მაგრამ ასე ადვილად ვერ მომიშორებს. იმ ჩანაწერს წავართმევ. რა ჩანაწერს? რაზე ლაპარაკობ? ვერაფერი ვერ გავიგე. ჰაზალს ყველაფერს წავართმევ.
რაც კი გააჩნია მამა ის აღარ გჭირდება ჯერ შენთვის ამის ცოდნა საკმარისია მალე მის აპარატსაც გავთიშავ ვისაც არ უნდა გაეთიშა ის აპარატი ჩანაწერებიც მან გაანადგურა ამაში დარწმუნებული ვარ ბატონო ალაი სიმართლე გითხრათ ბატონ ვურალს უკვე ყველაფერი ავუხსენი არ მინდა ქალბატონ ჰაზალზე მქონდეს ეჭვები მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ გაქრა ჩანაწერები ერთი წამი ვერ გავიგე ჰაზალი იქ იყო სანამ ჩანაწერები გაქრებოდა კი ბატონ ვურალს არ უთქვამს თქვენთვის აქ იყო მოსული და ვიდეო ჩანაწერების აღება უნდოდა მერე თქვენც იცით რაც მოხდა კიდევ კარგი რომ ჩვენი სისტემა ასლებს აკეთებს როგორც კი ჩანაწერი მოვა ჩვენამდე შეგატყობინებთ ქალბატონო ჯანან არ ინერვიულოთ მაშინ შევძლებთ ჩანაწერების ნახვას კი ძალიან მალე მადლობა თქვენგან ამბებს ველოდები უბრალოდ თქვენთან თხოვნა მექნება თუ ჰაზალი ისე მოვა თქვენთან და ჩანაწერებს მოითხოვს შემატყობინეთ გთხოვთ წარმატებები მადლობა თავი ვინ გონია ჩემთვის ვინ ხარ ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი შენი დიდ სოდვაზე ვერ აგებ პასუხს იმით რომ მე დამიცა კარგი მე დანასივ გავართ მაგრამ სხვადასხვა ადამიანები ვართ არაფერი გვაკავშირებს თავი დამანებით უკვე ასე მოგცევას თუ გააგრძელებთ თქვენი ბედის დაემსგავსება ერთმანეთს ჰაზალ ერთხელაც გაქრები და ვერავინ ვერ გაიგებს რა შეგემთხვევა დამეჯერე ეს არავის არ უნდა არც დედა შენს არც მამა შენს და არც მე ვის გვერდით ვარ მაშინ უსაფრთხოდ ამ კაცის გვერდით უსაფრთხოდ ვარ იმ ადამიანთან რომელიც ნიშნობაზე იარაღით ხელში მოდის მართალი ხარ შვილო როცა საქმე ჩემს ახლობლებს ეხება ჭუიდან ვიშლები თუ ვურალმა ჩემსა და ჟალეს შესახებ გაიგო მაშინ მასაც საფრთხე ემუქრება ის რატომ არ მოიყვანეთ ჟალეზე ნოიდარდებ რამდენიმე ხანი ვურალის ყურადღებას ჩვენზე გადავიტანთ მანამდე კი ვეცდებით მტკიცებულებები და კვალი ვიპოვნოთ თუ რამეს მაინც ვიპოვით ვურალს ვერავინ ვეღარ უშველის ჩვენგან მანამდე კი ჩვენთან დარჩები არა არასდროს მისმინე ამბობენ რომ უნდა დაიცვა და დააფასო ის რასაც ხედავ და რაც მოგანდეს ამიტომაც ყველაზე ახლო მეგობარს დავტოვებ შენთან ერთად ხოლო დამას გულისხმობ კარგი შენი ნებართი ჩილო საქმეები მაქვს მოვაგვარებ და დავბრუნდები რამე ხომ არ გჭირდება არა აღარასდროს დამეძახო შვილი როგორც მოისურვებ თუ გონია რა მაგ ჩემ შეშერება შეძლებ ძალიან ცდები მივდივარ არ წახვიდე ჰაზარ კენან გამიშვი დედა მელოდება რესტორანში ალბათ ნერვიულობს კენან დედას უნდა დაველაპარაკო სერიოზულად გეუბნები არსად არ წახვალ მე სერიოზულად ვამბობ ხელები მომძრება ახლა ხარანისთვის მაინც უნდა დაგვეძახა ბავშვმა როგორ უნდა წაიღოს ეს ჰაზალ ჰაზალ შვილო სამზარეულოში ხარ ჰაზალ სადმე უნდა წასულიყო? არა, არსად. კარებიც არ დაუკეტავს. ხომ ხედავ რომ არ არის. დაურეკე. ირეკება.
Gari gaaghe. Gari gaaghe. Gari gaaghe. ბატონი აზიზი არ არის ბატონო გურალ. Gari gaaghe. Kenani სად არის? ალბათ ისიც არ არის სახში. რა დამთხოვა არა? ბატონი კენანი აქ არ ცხოვრობს. ახლა სახში არავინ არ არის. მისმინე, აზიზ ტოპრაკი მომიკითხე და უთხარი რომ ვურალ დემიროღლუ იყო მოსული და თუ გამბედაობა ყოფნის ჩემთან მოვიდეს, ზურგს უკან ნუხლართავ საქმეებს. შვილო სათხარ, გამირეკებ ნერვიულო. დედა, აზალე ხომ არ მოსულა სასახლეში? არა, არ მოსულა, რატომ მეკითხები? ისე მაინტერესებს. რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ. კარგი, მეც მაქვს შენთან სალაპარაკო, სახლში მოდიხარ? მაგრამ ცოტა ხნით რაღაც საქმე მაქვს. ბევრ დროს არ წაგართმევ. უბრალოდ რაღაცას გკითხავ. გელოდები. კარგი. სინანი მოვიდა? ის გოგო იქ არის? კარგი, მერე ვილაპარაკოთ. დედიკო, რა იყო, რა გჭირთ? არაფერი. აზალი სად არის? ტელეფონზე არ პასუხობს. არ ვიცი. რატომ მეკითხებით? სალაპარაკო მაქვს. იცი თავის დას რატომ ეკამათა? შენთვის არაფერი უთქვამს? არ ვიცი. რატომ მეკითხებით? შეიძლება იმ გოგომ გათიშა ირმაკის აპარატი. დედა, მე ხომ ამას თავიდანვე ვამბობდი. სინანსაც ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. ქალბატონო ებრო. თქვენი ოთახი ღიაა, შეგიძლიათ წაიღოთ ნივთები. გამარჯობა. იმედი მაქვს არ შეგაწუხეთ. აქ რა საკეთებ? ჩემი ნივთების დასაღებად მოვედი. საჭირო არ არის. მისამართი დაგვიტავა და მოგიტანენ. დეფნენ უერევი. კარგია რომ მოხვედი. შენთან ლაპარაკი მინდოდა. წამოდი ჩემთან. ქალბატონო ჯანან, გისმენთ რა მოხდა? შენსა და ჰაზალ შორის რა მოხდა? რატომ იკამათეთ? დიდი არაფერია. ხდება ასე დებს შორის. დები პატარა კამათის გამო ერთმანეთს სახლიდან არ აგდებენ. თამაშისთვის დრო არ მაქვს. რას მიმალავთ? ვინ? ჩვენ? რას უნდა ვმალავდეთ? რამდენიც გინდათ იმდენი ხანი დამალეთ. იმ ჩანაწერებს მაინც ვნახავ. ვიპოვი იმას, ვინც ასე მოექცა ჩემ შვილს და მერე ორივეს შევხვდებით. ქალბატონო ჯანან, მართლა არ მესმის რისი თქმა გინდათ? გეგონათ ჩანაწერები წაშალეთ და ამით მორჩებოდა, ხომ ასეა? ეს ასეთი ადვილი არ არის. სიმართლეს მალე გავიგებთ. მხოლოდ ჩვენ არა. პოლიციაც გაიგებს, ამაში დარწმუნებული იყავი.
ისმენირ მაგ. სიყვარულო, სათხარ? შეტყობინება მოგწერე და არ მიპასუხე. კომპანიაში ვარ. რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ მომენატრე. დღეს მოხვალ? არა მგონია, ცოტა დაკავებული ვარ. ტელეფონზე ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი. მოდი შევთანხმდეთ. შენ საცოლესთან წადი? მე კი დედაჩემს დაველაპარაკები და 2 საათში ისევ აქ დავბრუნდეთ. არა. რატომ? თითქოს ჩემი პირადი მცველი იყო. აქ რატომ ჩამკედე? მივდივარ. გაჩერდი ხაზალ. გამიშვი კენან, უნდა წავიდე. რატომ არ გესმის? დედაჩემს უნდა დაველაპარაკო. კარგი, დაელაპარაკები. ცოტა ხანი მოითმინე. არა, ახლა უნდა დაველაპარაკო. ხაზალ. არ გინდა. გარდა ამისა, რაზე უნდა დაელაპარაკო დედაშენს? რა შენი საქმეა? ასეთი აღელვებული რატომ ხარ? აღელვებული არ ვარ. ხაზალ. გიცნობ. რა გჭირს? არაფერი კენან. დედაჩემს უნდა დაველაპარაკო, რაღაც უნდა ვკითხო. ხაზალ. ებრუმ მითხრა რაღაცა მამაჩემზე. სწორედ ამაზე უნდა მელაპარაკა დედაჩემთან. რა გითხრა? დედა. სხვისგან იყო ორსულად და ისე გაყვამა მას სოლად. როგორც აღმოჩნდა, ის ვისაც წლები მამას ვეძახდი, სინამდვილეში მამაჩემი არ არის. ალბატონი ხაზალი სად არის? გენჯარ გეფიცები არ ვიცი. შენგან გავიგე რომ გაუჩინარდა. მითხრეს რომ შენთან გოგო იყო აქ. ვინ იყო ის გოგო? მითვალთვალებენ? ჰალილ. ვინ გოგო იყო? ხაზალი არ იყო. ებრუ იყო. რას აძებ? ჩემს ნივთებს. ხაზალისთვის მქონდა რაღაცეები მიცემული. ესე იგი, ხაზალი შენს ნივთებს ხმარობს. სანამ ქმრის ფული არ ეკნებოდა? ხო, ჩემო საყვარელო, ჩემს ნივთებს ხმარობდა. მათ ვეძებ. ვიპოვი და წავალ. შენი ნივთები აიღე და წადი. ხაზალს დაველაპარაკები და გამოგიგზავნი მას, რაც აქვს. მიდი. დეფნე ირმაკი იყო დაბლა დღეს ჩამოსული. არ მინახავს. რა მოხდა, რაღაცის გამო მოწყენილია? არ ვიცი. კენანს ხომ არ ეკამათა?
კენანი ხშირად აღარ მოდის როგორც ადრე. დღესაც არ ჩანს. რისი თქმა გინდა? დეფნე, შენი აზრები შენთვის დაიტოვე. ვურალ, არასწორად გამიგე მართლა. დედა, სასწრაფოდ უნდა გავიდე. რაზე გინდოდა ლაპარაკი? როდის უნდა გეთქვა ჩემთვის დაცვის კომპანიას რომ ელაპარაკე? ისეთი არაფერია, ყველაფერს მოვაგვარებ. ვიცი, დღეს ველაპარაკე. გავიგებთ ვის უნდა და ირმაკისთვის ზიანის მიყენება. ეს ღაზალის ჩანთაა? ესე იგი ნახე, სად არის? ჯერ არ მინახავს. ღაზალის ჩანთა შენ რატომ გაქვს? რესტორანში წავედი, იქ არავინ არ იყო და ჩანთა ვიპოვე. დედამის არ ელაპარაკე, მისთვის გეკითხა. არც მაგან არ იცის. პრობლემა არ არის, ყველაფერს მოვაგვარებ. აქ რას აკეთებ? ნივთების სასაღებად მოვედი. არ იცი ღაზალი სად არის? არა? რესტორანში არ არის? ჩვენ ნამდვილი ოჯახი არ ვართ. ისინი, ებრუ, დედა, მამა. ჯერ კიდევ მამას თქმა მინდა. ისინი ნამდვილი ოჯახი არიან, მე კი უცხო ვარ მათთვის. ალბათ ცხოვრებით ვცხოვრობდი. მამა შენზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. უფრო სწორედ ჰალილზე. მაგრამ ის რომ დედა შენისთვის უცხო არ იყავი და მისი სიყვარული შენს მიმართ ყალბი არ იყო, ეს კარგად ვიცი. ერთხელ დედას ვკითხე, მამა რატომ არ მეხუტება არაზროს მეთქი? მან მიპასუხა, იმიტომ რომ პეპელა ხარო. ვერ გავიგე ამით რა იგულისხმა. ძალიან დიდი ფრთები გაქვს და რომ ჩაგეხუტოს, ვეღარ აფრინდებიო. ასე მითხრა. მაშინვე ეძებდა რამეს, რომ გამცინებოდა და ყურადღება გადამეტანა. კარგად მალავდა საიდუმლოს, რომ ის მამა ჩემი არ არის. ახლა ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დგება. მამა ჩემის გამო გულით უმტკიოდა, მაშინვე მოდიოდა დედა და გონზე მოვყავდი. ნათელი არ უნდა რომ გულით ტკენოდა და უმამობა გეგრძნო. შენი აზრით ახლა კარგად ვარ? წლები რომ უცხო კაცს მამას ვეძახდე, ასე ჯობდა? არ ვიცი. შეიძლება მან უფრო მეტად არ გადგინა გული ვიდრე შენ მე. ისმინე, არასწორად არ გამიგო. ეს იმისთვის არ მithქვამს ჩვენი ჭრილობა რომ გაგახსენა. ეს იმიტომ გითხარი რომ დედა მელექის ფასი გაიგო. ნათელია რომ ქალი შენს გამო ჩაერია ყალბ ცხოვრებაში. შენთან ერთად ყუილის ნაწილი გახდა. შენს გამო. ჩემი აზრით ეს უფრო დასაფასებელია. ბატონო ვურალ, თავისუფალი ხართ? რა მოხდა? ჰალილს ელაპარაკე? კი, ველაპარაკე, არაფერი იცის. იტყუება. ღაზალი საერთოდ არ ადარდებს. მაგას ფული დაანახე და ყველაფერს გააკეთებს. ბიჭებს უთხარი რომ უთვალთვალონ. ბატონო ვურალ, დარწმუნებული ხართ რომ მოიტაცეს იქნებ? დარწმუნებული ვარ გენჯარ. აზიზი, კენანი, ღაზალი არავინ ჩანს. ნაომის ადგომი დაათვალიერე. შეიძლება ნავით გავიდნენ ზღვაში. ჭეშმეშიც ნახონ. იქაურ ბიჭებს უთხარი აზიზის სასუმროში ნახონ. დარწმუნებული ვარ რომ რაღაც სხვას გეგმავენ, თორემ ჩემთან მოვიდოდა და ისევ შოუს გამართავდა. აქ რაღაც ხდება. კაფეს ვურალის სიურპრიზი მზად არის? მალე მივა ადგილზე, ოსტატო, არ ინერვიულო. ამეთანხმე რომ მომიიწყება. ასეა. კარგი, რესტორანში მოვედი ახლა, მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი, ოსტატო, მადლობა. კარგი. არა, წავა. შვილო დაწნარდით, უღმერთი გწამს. იმ სასახლეში რა უნდა გააკეთო?
შვილს ნახავ დეიდა, მე შინია ვერ ხვდები. ვერ დავწყნარდები სანამ არ ვნახავ. საიდან იცი რომ იქ არის? სხვა სად უნდა იყოს? ტელეფონზეც არ პასუხობს, ნასის წერილი რომ ვნახე, იმის მერე ნერვიულობისგან მკვდები. ნუ გეშინია. სანამ ცოცხალი ვარ, ხაზალს არაფერი არ დაემართება. არი ნერვიულო. აზიზ, ხაზალი არცად არ არის, ტელეფონზეც არ პასუხობს. ვიცი. იმიტომ რომ მე მოვიტასე. ვერ გავიგე. ნუ ნერვიულობ, მორჩა. ხაზალი ჩემთან არის. დამშვიდი და ყველაფერს აგიხსნი. გარდა ამისა შეგიძლია წამოხვიდე და ნახო. არ ვიცი, დედა ჩემი ცოცხალია თუ არა. თუ ნამდვილად მიგვატოვა და წავიდა, როგორც მოგვიყვეს, თუ ვერ ვნახავ, რა უნდა ვიკითხო ამდენი წლის მერე. ჩემთანაც იგივე არ არის? არ ვიცი, ჩემი ნამდვილი მამა ცოცხალია თუ არა. თუ ცოცხალია გამიხარდება თუ არა? არ ვიცი. იმიტომ რომ თუ ცოცხალია, გამოდის რომ ჩემი ნახვა საერთოდ არ უნდოდა. შენ შესახებ თუ არ იცოდა? მხოლოდ ახლა თუ გაიგო. მაშინ დედას ბრალია ყველაფერი და მე დამემხო თავზე. შეიძლება ორივე ძალიან იტანჯებოდა. უცნობია. ზუსტადაც, იმისთვის რომ გავიგო დედას უნდა დაველაპარაკო ქენა, შეიძლება? ცოტაც მოიცადე ხაზალ, მოითმინე. ცოტაც და დედას დაელაპარაკები, მენდე. ბურალი ალბათ უკვე გაგიჟდა. მიზეზი არ სჭირდება მაგას გასაგიჟებლად. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა მისთვის. მირეკავდა და ვერ დამიკავშირდა, ალბათ ტელეფონი ჩანთაში მქონდა. შენ დაგდებს ბრალს, ხომ იცი? ჩემთვის სულ ერთია. ჩემი ჩანთა. ჩიპი ჩანთაში მედო. რომელი ჩიპი? ჩვენი კოცნის ვიდეო ჩანაწერი ებრუს რომ მქონდა. ჩანთა სად არის? ჩანთა რესტორანშია. იქ დამივარდა ბურალმა რომ იპოვოს. იპოვოს. ჩემთვის სულ ერთია ხაზალ. შენთვის სულ ერთია და ჩემთვის არა. ღმერთ მაქნას დედამ რომ იპოვოს, ღმერთო ჩემო. გთხოვ. გთხოვ, გამიშვი ჩანთას და ჩიპს მივიპოვი, გთხოვ. არა. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. ირმაკ, კარგად ხარ? რამე გაწუხებს? არა, უბრალოდ. უბრალოდ? დედა. ბოლო დროს ქენას საერთოდ არ ვაღელვებ. არ მესმის ასე რატომ ხდება? ასე ნუ ამბობ ირმაკ. ეს იმის გამო რომ ბევრი სამუშაო აქვს ამ ბოლო დროს. არი ნერვიულო. სხვათა შორის ხაზალი სად არის? ქალბატონო ჯანან. პოლიცია მოვიდა, ბატონ ბურალს კითხულობენ. გამარჯობა. ბატონ ბურალ დემიროღლუს ვეძებთ, სად არის ახლა? რა ხდება? რა უფლებით შემომივარდით სახლში? ქალბატონო, არი ნერვიულო, ჩრეკის ორდერი გვაქვს. დედა, რა ხდება? არაფერია ჩემო ცხოვრება, ნუ გეშინია. ოთახში ადი. კარგი. რა გინდათ ბურალს რატომ ეძებთ? საქმე ნას დემიროღლუს ეხება. რას ბოდავთ? რა შეემთხვა ნას დემიროღლუს? იმედი გვაქვს რომ ამას ბატონი ბურალი მოგიყვება. ბურალ დემიროღლუ თქვენთვის ვინ არის? შვილი. ქალბატონო, პირდაპირ გეტყვით, ამ საქმეს მე ვიძიებ. დღემდე თქვენი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ქონდა, მაგრამ როგორც იქნა მივაგენი. მოვედი რომ ბატონი ბურალი დაკითხვაზე წავიყვანო. ნას დემიროღლუს საქმესთან დაკავშირებით. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, კიდევ ერთხელ გითხავთ. სად არის ბატონი ბურალ დემიროღლუ?
Ural Demiroğlu, დიახ, რა გნებავთ? Დაკავებული ხართ. რა მიზეზით? საქმე ნას დემიროღლუს გატაცებას ეხება. ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ განყოფილებაში. შვიდად. უფლება არ გაქვთ სადმე წამიყვანოთ მტკიცებულებების გარეშე. კანონი კარგად გწოდნიათ ბატონო Ural. პროკურატურისგან გვაქვს უფლება რომ დაგაკავოთ. მტკიცებულებების გარეშე არ მოვიდოდით აქ. წამოიყვანეთ ბიჭებო. დედა. შეცდომას უშვებთ. ყველაფერი რომ გაერკვევა, ამას ინანებთ. კარგი. შენ კიდევ გნახავ. განყოფილებაში ვილაპარაკოთ. Ural. Არი ნერვიულო შვილო, ადვოკატს დაველაპარაკები. ყველაფერს ვიზამთ, რაც საჭიროა, არაფერი არ თქვა ადვოკატის გარეშე. არაფერი არ თქვა. მოვაგვარებთ, ყველაფერი კარგად იქნება. არი ნერვიულო. დედა, ირმაკი ცუდად არის. ირმაკ? ახლავე სახლში შეიყვანეთ და აპარატში აერთეთ. ამაზე პასუხს აგებთ. ყველა აგებთ ამაზე პასუხს. კაფეს არის კარგი ამბავი. ზავნილი ადგილზეა მისული. ესე იგი ყველაფერი მოგვარდა. და შეგვიძლია ამდენი წლების შემდეგ ახლა მშვიდად ამოვისუნთქოთ, არა? კაფეს. ღმერთ მაქნას ოსტადო. თუ ყველაფერი გამოგვივიდა, ასე არ დავტოვებთ ამას. ღმერთ მაქნას. აპარატ შევაერთე. ნახევარ საათში გონს მოვა, არი ნერვიულოთ. პატარა შეტევა იყო. განყოფილებაში უნდა წავიდეთ. ყოველ წამს მის გვერდით იყავი. მაშინ რაც მოხდა, ის თუგან მეორდება, შენ იქნები დამნაშავე. რა ხდება, არიღებს? არიღებს. შეტყობინება მისწერე, გზაში დაველაპარაკებით. სინან, საათ ხარ? ნახევარი საათია უკვე გირეკავ. რა მოხდა? ძმა წაიყვანეს. ვინ? რას ამბობ? პოლიცია იყო მოსული და შენ ძმა დააკავეს, ახლა განყოფილებაში მივდივართ. პოლიციამ რატომ წაიყვანა? რატომ? ნასისთან დაკავშირებით. ჩვენც არ ვიცით დაწვრილებით. ერთი წუთი. სინან, სანამ ეს ამბავი მედიამდე არ მივიდა, უნდა მოვაგვაროთ. კომპანიის თანამშრომლებთან არაფერი არ შეიმჩნიო და აქ მოდი. კარგი, ნუ გეშენია, ვერაფერს ვერ იზამენ. ეს აზის ტოპრაკის გაკეთებული იქნება. საკითხვაზე დასვამენ და გამოუშვებენ. ადვოკატს დაველაპარაკოთ და გავიგოთ რა მდგომარეობაა. დამელოდე. სახლიდან ერთად გავიდეთ. კარგი? კარგი. მიდი, მამა. მითხარი, რის თქმა გინდა და ნივთები უნდა ავიტანო ზემოთ. ისედაც ცუდად ვარ. რატომ? ჩიპზე ლაპარაკობდი რაღაცას. არ წამოიღე? არა. მაგრამ წამოვიღებ, არი ნერვიულა. ჩიპს თავი დაანებე და კენანს მიხედე. გაიგე ჰაზალი სად არის? მას ეწოდინება. მან ხომ არ მოიტაცა? არა მგონია რომ კენანმა მოიტაცა. შეიძლება ჰაზალი თვითონ წავიდა მასთან. ეს არის და ეს. ეს რა შუაშია? ჰაზალს და კენანს რა აკავშირებთ? ერთმანეთის გვერდითაც არ დგანან. ასე გეგონას. სახლიდან გამოგაგდო, ჩემი ციხეში ჩასმა უნდა და შენ კიდევ მასზე ფიქრობ. რა ციხე, რა სამბობ, ყველას დაგუყობ. ჩემი და ჰაზალის ურთიერთობის მოგვარების მაგივრად წადი და ურალს დაელაპარაკე. მხოლოდ ასე მიაღწევ შენს მიზნებს. ამიერიდან ჰაზალი არაფერს არ მოგცემს. შენს გამო. მეც დამღუპე, საკუთარი თავით დაღუპე და ჩვენი მომავალის. მოვიდნენ, შეხედეთ. კარგი.
ბატონო ვურალ, განყოფილებაში რატომ მოგიყვანეს მიზეზი თუ იცით? რამე სიტყვით ნას დემიროღლუს გაუჩინარების შესახებ. კარგით მეგობრებო, გაგვატარეთ. რამოდენიმე სიტყვა. მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა. ვიდეო მზად არის. როცა ინებებთ, მაშინ გამოვაქვეყნებთ. ახლავე იაკობ. ყველგან დაბეჭდეთ. როგორც სიტყვით. ტელევიზორი ჩართე. რა მოხდა, პრობლემა არ ამე? ჩართე. ჩართე ძმაო, ერთი წუთი. რა ხდება? არ ვიცი. იწყება, უყურე. ტელეფონს ვთიშავ. ახალი ამბები, ცნობილი ბიზნესმენი ვურალ დემიროღლუ დღეს დააკავეს. ვინაიდან შესაძლოა ის დაკავშირებული იყოს მისი მეუღლის, ნასი დემიროღლუს გაუჩინარებასთან. არც ის გამოგრჩა, რომ როდესაც ის მოიყვანეს, მას ხელბორკილებით ჰქონდა დადებული. ბატონო ვურალ, განყოფილებაში რატომ მოგიყვანეს, მიზეზი თუ იცით? რა სიტყვით ნას დემიროღლუს გაუჩინარების შესახებ იქნება გვიხსნათ. კარგია. რამოდენიმე ხნით გადაატანინებენ ყურადღებას. კარგი, მაშინ წავალ. განყოფილებაში თუ არის, ვერაფერს ვერ დამიშავებს. ვერსად ვერ წახვალ. ის გარშემო 1000 ადამიანია. ის ოსებში არის. ეს არაფერს არ ცვლის. არსად არ წახვალ ხაზალ. შენ კი გიხარია აქ რომ ვარ. ხომ ნახე რაც თქვეს. შეიძლება ჩემი დაკითხვაც მოუნდეთ. რა სიზამ? გმარს დაიცავ? რაც ვიცი, იმას ვიტყვი. არ წახვალ. არ გაგიშვებ. თავი ვინგონია, ჩემი ქმარი ხარ? არა, ქმარი არ ვარ, მართალია. შენს ქმარს ახლა მკვლელობაში დებენ ბრალს. აქ შენთან ერთად არ დავრჩები. სხვა გამოსავალი არ გაქვს. სამწუხაროდ არც მე. შვილო. გარეთ ვიქნები. ჩანთა დამჭა რესტორანში. შენ გაქვს? არა, არ მინახავს. რესტორანში რომ მოვედით, იქ არ იყო. დედა, რაღაცას კითხავ, მაგრამ სიმართლე უნდა მიპასუხო. დამპირდი. პირდები. ბეჭედი, რომელიც სურათზეა, ნასი დემიროღლუს ეკუთვნის. და ახლა ვურალ დემიროღლუს ოფისშია. ნასი წამითაც არ იხსნიდა ამ ბეჭედს. ნასის ძმა მაზის ტოპრაკმა დაამტკიცა ეს ინფორმაცია. ეს ნასის წერილია. თავის ძმას წერდა, თუ როგორ ეშინოდა ვურალის. ფიქრობთ, რომ სასახლეში მისი სხვა წერილებიც არის. შეიძლება სხვა მტკიცებულებებიც იყოს. ყველაფერი, რაც ნასის შეემთხვა, ქალბატონმა ჯანანმაც იცის. ამიტომაც გირჩევთ, რომ ისიც დაკითხოთ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, ქალბატონო ჟალე, არ ინერვიულოთ. სანამ ყველაფერს არ გავიგებთ, ამ საქმეს არ დავხურავთ. უკაცრავად. შეგიძლიათ ეს დატოვოთ. ჩემი პერსონალური კომპიუტერია, ძმას არანაირად ეხება. ჩემი პირადია.